ედვარდ სააკაშვილი რეკორდსმენია 15 წლის ქართველმა მოსწავლემ გინესის რეკორდი თანამედროვე ტექნოლოგიებში დაამყარა. მან მარჯვენა ხელით iPad-ზე ანბანის საკრიფას 5 წამზე ოდნავ მეტი დრო მოანდომა. საქართველოს პრეზიდენტის უფროსი ვაჟი დღეს გინესის რეკორდების ოფისის ლიცენზირებულმა მსაჯმა სპეციალური დიპლომით დააჯილდოვა. თემას უკვე გამოეხმაურა უცხოური მედიაც. რა დრო დასჭირდა ქართულ მოსწავლეს რეკორდის დასამყარებლად, ნახეთ ლაშა მიქაძის სიუჟეტში. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ედვარდმა დამყარა აშალი რეკორდი 7.26 ადალი მისობლი რეკორდია. ედვარდ სააკაშვილი თანამედროვე ტექნოლოგიებში პირველი ქართველი რეკორდსმენი გახდა. პრეზიდენტის ვაჟმა iPad-ზე მარჯვენა ხელით ინგლისური ანბანი 5.26 წამში აკრიფა. ამ მაჩვენებლით სააკაშვილმა წამნახევრით გააუმჯობესა ძველი რეკორდსმენის შედეგი. 2010 წელს ლონდონში ჯოზეფ გრეჩმა iPad-ზე ალფავიტი 6.61 წამში დაწერა. გრეჩი სრულწლოვანია, ედვარდ სააკაშვილი კი 16 წლის რამდენიმე დღეში გახდება. როცა გავიგე ეს რეკორდი რთულად მეჩვენა, თუმცა მივხვდი მალე რომ შემეძლო ამის დამყარება და მთავარი პრობლემა იყო რომ გინესის რეკორდების კომპანია ოფიციალურად დააფიქსირებინა ეს რეკორდი. დღეს ეს უკვე მოხდა და დაშლა ის რამდენიმე თვიანი პროცესი, რომელიც ჩვენ გავიარეთ რომ ეს რეკორდი დაფიქსირებული იყო საბოლოოდ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გინესის რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოში ლიცენზირებული მსაჯი აკვირდებოდა. შეიდარ სუბაზგენიჯი თურქეთიდან ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოვიდა. სწორედ მისმა წამზომმა დააფიქსირა ახალი რეკორდი, რომელიც მსაჯმა მსოფლიო რეკორდების მონაცემთა ბაზაში შეიტანა და გამარჯვებულს სერტიფიკატი გადასცა. ედვარდს 3 შანსი ჰქონდა, მაგრამ ამ პირველივე მცდელობისას დაამყარა რეკორდი. მან მიიღო ჩვენი სერტიფიკატი და შევა გინესის რეკორდების წიგნში. გინესის რეკორდის დამყარებამდე ედვარდ სააკაშვილმა ივარჯიშა და თანამედროვე ტექნოლოგიებში საკუთარი შესაძლებლობა წარმოაჩინა. ახალ რეკორდსმენს იუსტიციის სახლში შეკრებილ ადამიანებთან ერთად დედა, დიდი ბებია და ძმა გულშემატკივრობდნენ. ვიცოდი რომ დაამყარებდა რეკორდი, იმიტომ რომ სახლში ბევრჯერ გაგვისინჯია და 5 წამის პარკლებში ყოველთვის აკეთებდა, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ხელავდით, ყველა ოჯახის წევრის ფოტოშორის. მაინც იწერება და იზომება ოფიციალურად სოფლიოს რეკორდის მოხსნა, ახლა არ არის ყოველდღიური საქმე და რა თქმა უნდა, იყო დიდი განცდა, მაგრამ გააკეთა დაამყარა და ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე პირველი დამყარებული რეკორდი და მე მგონი ძალიან ამახი ფაქტია და მე ძალიან სამახო ფაქტია და მე ამახი დედიკო ვარ. როდესაც დაისახა მიზნად, ის მიაღწევდა ამას უეჭველად. იმიტომ რომ ძალიან შრომელია, ძალიან ესეთი რასაც დაისახავს აკეთებს. ედვარდ სააკაშვილს გინესის მსოფლიო რეკორდის კომისიასთან მიმოწერა პირადად ჰქონდა. ინტერნეტით თითქმის 3 თვიანი ურთიერთობის შემდეგ კი ამ უწყებაში 15 წლის ქართველის შესაძლებლობებზე ოფიციალური წერილი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გაგზავნა. მხოლოდ ედვარდს ჰქონდა პირადი მიმოწერა, ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ კონტაქტებს ვერ დაამყარებ, ინტერნეტის მეშვეობით უნდა ეკონტაქტო და გარკვეულ მოთხოვნებს და გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე. მთელი ეს პროცედურის გავლის შემდეგ უკვე ოფიციალური სტრუქტურა ერთვება, ამ შემთხვევაში სამინისტრო და სამინისტროს მიერ იქნა ოფიციალურად მოწვეული მათი კომისარი. ედვარდ სააკაშვილის ახალი რეკორდი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. ჩინური, ავსტრალიური, აზერბაიჯანული, უკრაინული და რუსული გამოცემები საქართველოს პრეზიდენტის ვაჟის შესაძლებლობებზე წერენ. დაუჯერებელი მონაცემებით და თითების ყველაზე სწრაფი მოძრაობით 15 წლის ქართველმა მსოფლიო გააუცა. ამ შინაარსის სტატიებთან ერთად უცხოური სააგენტოების ინფორმაციით ედვარდ სააკაშვილს რეკორდის დამყარებისთვის 3 წთა ჰქონდა, თუმცა შედეგს პირველივეზე მიაღწია. მსოფლიოს ახალი რეკორდსმენი iPad-ზე ანბანის ყველაზე სწრაფად აკრეფვაში. ამ სტატუსით ედვარდ სააკაშვილის სახელი და გვარი მალე გინესის წიგნში და ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.